იარაღი ცხოვრება, ყოველდღიური თუ არა, ყოველკვირეული ვარჯიშები ის ბედნიერებაა, რასაც ადამიანისთვის ჯანმრთელობის ხელშეწყობა. არც თუ იშვიათ შემთხვევაში კი ამ უკანასკნელის უზრუნველყოფა შეუძლია. მარიამისთვის ამის შესახებ უკვე ცნობილია. სწორედ ამიტომ აქტიურად ვარჯიშს არასდროს იზარებს. ზოგადად ცხოვრების ჯანსაღი წესი ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ვიყოთ ჯანმრთელები და ვცდილობ ხოლმე რა კვირაში გარკვეული რამოდენიმე დღე 1 საათი მაინც დავუთმო ვარჯიშს და ფიზიკურ დატვირთვას. მოვუწოდებ ყველას, რომ ცოტა ხანი გამოძებნო გარკვეული პერიოდი თავისი ცხოვრების და დავუთმო ფიზიკურ აქტივობას დრო. გარდა იმისა, რომ ვარჯიში ძალიან მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის, ასევე ფიზიკური აქტივობა ხელს გვიწყობს იმისთვის, რომ განვიტვირთოთ დაძაბული დღის გრაფიკის ფონზე, დღის ბოლოს. თუმცა, მანამ სანამ ვარჯიში მისი ცხოვრების შემადგენელი ნაწილი გახდებოდა, უფრო ადრე იყო სიმღერა. საკმაოდ პატარა ასაკიდან დაიწყო მისი სასიმღერო კარიერა. არაერთხელ გამოსულა კონსერვატორიაში ორკესტრთან ერთად, ჯერ კიდევ პატარა. უფრო მოგვიანებით კი ბედი უკვე სხვადასხვა სატელევიზიო კონკურსებში სცადა. რომ დაღლილ თვალებს ანთელი დაგნეს ღამე სულ ერთი არა სიმღერე მხოლოდ მიმღერე განშორებისას კიდევ ერთხელ მიმღერე რამე ჩვენთან კასტინგი როგორ არის იცით როდესაც მონაწილე მღერის თქვათ მიკროფონთან აი სცენაზე ჩვენ ყველას ანუ რეჟისორს პროდიუსერს ყველას მონიტორი ხო დგას იმას უყურებთ ხოლმე რომ აი გვაინტერესებს არა ნამღერი არამედ ნამღერის გადმოცემის ნიჭი ასე ვთქვათ რომ ანუ დაზუთხულს ხო არ მღერის სიტყვას და ამან როგორ აისახება სახეზე ან მისი გზნობა როგორ მოდის ან თავით მღერის თუ გულით ამიტომ რო უყურებდით პირველი სიმღერა კი იყო ის რაც მითხრა აქ არის ჩემი მთად ეგა ну ეს ცოტა ლირიკაა და პატრიოტიზმი რაღაცა მე უთხრათ რა ალბათ ცოტა ისეთი მხიარული რამე იმღერეთ ხო და დაიწყო რაღაც არ მახსოვს მე მგონი ნინოლასი რაღაცა ეგეთი და უყურებდით და აი თვალები ქონდა როგორი ბრჭყვიალა იცი აი გეგონება რომ აი ვიღაცას უმღეროდა და არა აი ამ ჟიურის საშინელი ხალხი როზის არამედ აი ეკრანში იყო რომ ვიღაცას უძღვნიდა ამ ნამღერს და მე როდესაც მოხვდა პროექტში თანდათან რეპერტუარი მდიდრდება სხვადასხვა ჟანრი შემოდის სხვადასხვა ენაზე შესრულება შემოდის ხო ყოველთვის ხაზს უსვავდით იმას რომ ძალიან გემოვნებით არჩევდა რეპერტუარს იმას კი არ არჩევდა რაც მას უყვარს და მოწონს რომ თქვა ჯექსონი მღერის თუ ვიღაცა არა მის შესაძლებლობა რაც არის აი იმის ყველაზე ზედაზღვარს იღებდა ყოველთვის და ამიტომ ძალიან ვაფასებ ჯერთ იმიტომ რომ ისეთ ოჯახშია გაზრდილი და აღზრდილი რომ იქ სხვანაირი გემოვნება არ შეიძლებოდა რომ ყოფილიყო. მე რო გაგრძელდა ეს ჩვენი ურთიერთობა, აი დღემდე მოვდივართ ერთად და ყოველთვის დროსაც ამერიკას ნუცა გეღოწები რაღაც იმერა უნდა ჩავწერო და ხო დამეხმარები აბარას ვიზა მოვაჩენ და ბევრს ვიჭორავთ, ბევრს ყავას დავლევთ, ცოტას ვიმღერებთ, ხო და მე ვარ მზად. ნუცა სკოლიდან დაწყებული მეგობრობა უკვე წლებია გრძელდება. მარიამს ახლობლებისა და მეგობრებისთვის კი მაკასა და ნუცას შეხვედრა ხშირად უწევთ. შეხვედრის ადგილი კი, როგორც ხშირ შემთხვევაში ხდება, ამჯერადაც მარიამის სახლია. თბილი მისალმების შემდეგ კი ადვილი მისახვედრია ორი მუსიკოსის შეხვედრის შესაძლო გაგრძელება, რა შეიძლება იყოს. ნუცა როიალთან იკავებს ადგილს და მარიამის მორიგის შესრულება იწყება. ცოტაც და დუეტი ტრიოდ გადაიქცევა. ნუცასა და მარიამს ცნობილი მომღერალი მიშა სულუხია უერთდება. მარიამისა და მიშას მეგობრობა უკვე წლებს ითვლის.
მისალმებისა და მოკითხვის შემდეგ კი შეხვედრის ტრადიციული გაგრძელება. როიალთან ამჯერად მიშა იკავებს ადგილს და დუეტიც მზადაა. მაკამ პირველად გავიცანი დაახლოებით 8 წლის წინ და სრულიად განსხვავებული ამპლუით. მე ვიცოდი, რომ ის იყო მუსიკოსი, მომღერალი და არც თუ ისე დამწყები, სხვათა შორის საკმაოდ კარგი და ჩემთან მოვიდა სტუდიაში, უნდა რაღაც სიმღერის გაკეთება. ხო და შევატყე და შევხედე მუშაობის პროცესში, აშკარად ძალიან სასიამოვნო ახალგაზრდა გოგონა იყო, რომელიც კარგი მუსიკალური თვისებებით იყო დაჯილდოვებული. და რა თქმა უნდა, იქ რაღაცა გვერდით გადავდეთ ყველანაირი რაღაცა ინტერესი კომერციული კუთხით და პირდაპირ გავაგრძელე მუშაობა როგორც ენთუზიაზმით, ასე ვთქვათ, მაკასთან, იმიტომ რომ ძალიან ლამაზად მღერის, განსაკუთრებით ქართული სიმღერები გამოსდის კარგად, ტკბილი და ისეთი სასიამოვნო ტემბრი აქვს. სიმღერის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. უკვე წლებია მუსიკასთან ერთად იზრდება და რაც თავი ახსოვს, სულ ასე იყო. მუსიკასთან ახლოს და არასდროს მის გარეშე. დავიბადე და გავიზარდე ქართულ ტრადიციულ ოჯახში, სადაც მუსიკა მუდმივად ჟღერდა. ესეთი ტრადიცია ჰქონდა ჩემ ოჯახს, რომ ყოველთვის ეს საღამო მუსიკალური ეწყობოდა. გამოდიოდი მე ამ მუსიკალურ თავყრილობაზე, ასე რომ ვთქვათ, ოჯახში. და დედა ჩემი დამაყენებდა როიალის გვერდზე და მე რომ ღეროდი. ეს იყო ბავშვობაში ძალიან სასიამოვნოდ მახსენდება. რადგან აი ამ პერიოდში ნამდვილად ძალიან სიამოვნებოდა ის, რომ აქებდნენ რაღაც ძალიან სასიამოვნო სიტყვას ვგებულობდი და დამოკიდებულებას გრძნობდი იმ ადამიანებისგან, რომლებიც ჩვენთან და სტუმრობდნენ და საკმაოდ ღირებული საზოგადოება იყო ეს მუსიკალური თუ არა მუსიკალური. მარიამის სახელოვნებო ნიჭი მხოლოდ მუსიკის კუთხით არ განვითარებულა. ხატვას იმდენ დროს აღარ უთმობს, თუმცა ეს პროცესიც მისი ცხოვრების ნაწილი იყო. ბავშვობიდან აქტიურად ესე ვხატავდი, ეს მახსოვს, რომ ესე რვეულის ჩანაწერების ბოლოს ეს ვაკეთებდი ჩანახატებს და აი ძალიან მიყვარდა და ერთ პერიოდში ძალიან აქტიურად. თუმცა ამისთვის დრო მე უკვე ნელ-ნელა აღარ მქონდა და ამიტომ ვეღარ ვახერხებდი მე და ეს ნიჭი ესე რომ ვთქვათ ვერ განვავითარე ჩემში. ამბობს, რომ სიმღერაც და ხატვაც ცხოვრებაში ბევრ რამეში უდიდეს დახმარებას უწევს. ამიტომ არ ნანობს, რომ ამ ორ მიმართულებას მისი ცხოვრების გარკვეულ დროს უთმობს. ძალიან მეხმარება, იმიტომ რომ მუსიკა ჩემ ცხოვრებაში სულიერი საზრდოა. ეს არის ჩემთვის ინსპირაცია, რომელიც ძალიან საჭიროა. თუმცა ხატვას ნაკლებად ვახერხებ ახლა მით უმეტეს ძალიან დაძაბული ცხოვრების გრაფიკია. მაგრამ სიმღერით ყოველთვის ვცდილობ ხოლმე, რომ აი ეს დადებითი ენერგეტიკა შემოვიტანო ჩემ ცხოვრებაში, რომელიც აი შეიძლება კვირის ბოლოს იგივე მეგობრების ახლობლებთან შეკრებით და ასე შემდეგ ამ ყველაფერს ახლდეს ეს თან და განტვირთის დღეების სახით. საზოგადოებისთვის სხვა კუთხით წარმდგარი, მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოვებული გოგო, სულ ცოტამ თუ იცის, რომ პროფესიით ექიმია. სიმღერისა და ხატვის სიყვარულს ექიმად გახდომის სურვილმა სძლია. მარიამმა სურვილი რეალობად აქცია. მედიცინა ბავშვობიდან მაინტერესებდა და ბავშვობიდან სულ თამაშობდით, სულ ექიმი ვიყავი ყველგან და აი ეს მოწოდება ჩემში იყო ბავშვობიდან იდო, ესე რომ ვთქვათ. და შემდგომ უკვე მე ზრდასრულ ასაკში გადავწყვიტე, რომ ჩამებარებინა სამედიცინოზე, იქ ვსწავლობდი ბაკალავრის პერიოდში წარჩინებით, იქ პრეზიდენტის სტიპენდიანტი ვიყავი და შემდგომ უკვე როგორც კი დავამთავრე, იმ წელს ჩავაბარე რეზიდენტურაში და აი იქ შეიცვალა ჩემი ცხოვრება, ესე რომ ვთქვათ, კიდე უფრო ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი დაიწყო, ესე რომ ვთქვათ, ჩემი ცხოვრების. მოხდი აკადემიკოს ფრიდონ თოდუას კლინიკაში. ეს ის ადამიანი იყო, რომელმაც მედიცინაში ეპოქა შექმნა სამედიცინო სფეროში. გამიმართლა, რომ ამ ადამიანის თვალთახედვის არეალში მოხდი და მას ძალიან დიდი ამაგი მიუძღვის ჩემ პროფესიულ განვითარებაში. მე მიამაყება, რომ ის აღზრდილებს შორის მოვისაზრები. დიახ, მარიამისთვის თითქმის ყველა დღე აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრში უკვე ექიმ-რადიოლოგის ამპლუაში იწყება. ამ კედლებში წლებია გამოცდილებასაც აგროვებს და უკვე დამოუკიდებლად პაციენტებსაც თამამად იღებს.
აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრში მარიამი უკვე წლებია პროფესიონალი ექიმებისგან იღებს როგორც პრაქტიკულ, ისე თეორიულ ცოდნას. დღეს უკვე ჩვენი გადაცემის გმირი მათი სრულფასოვანი კოლეგაა. კოლეგა, რომელიც უყვართ, რომელსაც ინდობიან და აფასებენ. ვიტყოდი, რომ განყოფილებაში შემოვიდა ციმციმა მხიარული გოგონა, ანუ პატარა ჩიტი შემოფრინდა ჩვენთან, რომელსაც თვითონ მარიამის სიტყვებითვე რო ვთქვათ, იმ პერიოდში თვითონ რადიონუკლიდური დიაგნოსტიკის შესახებ წარმოდგენაც არ ქონდა. მაგრამ აღნიშნავ, რომ ძალიან შრომის მოყვარე და მიზანდასახული გოგონაა, რომელმაც აი ამ 5 წლის განმავლობაში შეძლო ძალიან ბევრი, გადალახა ბევრი სირთულეები და თამოყალიბდა პროფესიონალ ექიმად. ეხლა უკვე ძალიან თბილია, ღია, გულღია და მეგობრულია, როგორც თავის პაციენტებთან, ასევე კოლეგებთანაც. მარიამი ჩვენს კლინიკაში დაახლოებით 8 წლის წინ მოვიდა. მაშინ გავიცანით, მაშინვე დაგვამახსოვრა თავი, როგორც ერთ-ერთმა გამორჩეულმა რეზიდენტმა. მარიამი იმთავითვე გამოირჩეოდა თავისი მიზანსწრაფულობით, ენერგიით, მუდმივად სიახლისადმი სიყვარულით. მისი ხელმძღვანელი ბატონი ფრიდონი ხშირად ავალებდა ხოლმე, ძალიან ხშირად ავალებდა მას ახალი ლიტერატურის მოძიებას, ამა თუ იმ თემაზე მოხსენებების გაკეთებას. ეს იყო მისი სტილი, რომ ახალი რეზიდენტებისათვის დაევალებინა და იყო მათი როგორც რეზიდენტების ზრდის და განვითარების სტიმული, ასევე გარკვეული გამოცდა მათთვის. უნდა აღინიშნოს, რომ მარიამი ყველა ამ გამოცდას წარმატებით ძლევდა. მისი მოხსენებები ყოველთვის იყო საინტერესო, ნოვატორული, სიახლისადმი მიმართული. ამ 8 წლის განმავლობაში მან თავი დაგვამახსოვრა ყველას, როგორც უაღრესად მიზანსწრაფულმა და ენერგიულმა და განათლებულმა ყველანაირად განათლებულმა ექიმმა. იგი არასოდეს არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ თავისი დარგით და ყოველთვის ცდილობდა, რომ უფრო ფართო განათლება მიეღო მედიცინის ყველა სფეროში. პოზიტიურ განწყობაზე დამაყენეთ, იმიტომ რომ იმდენად მარიამი პოზიტიური ადამიანია, ყოველთვის მისი გამოჩენა, მისი დანახვა, მასთან შეხვედრა ყოველთვის მაყენებს ხოლმე ძალიან კარგ ხასიათს. ერთის მხრივ არის ძალიან ყურადღებიანი, ძალიან ზედმეტად ყურადღებიანიც ვიტყოდი და რაც თავარი აქვს ძალიან კარგი თვისება. მისი ბუნებრივობიდან გამომდინარე, ეს არის ღიმილი, იმიტომ რომ ადამიანებმა რატომღაც დაივიწყეს ბოლო პერიოდი, კაცობრიობამ ღიმილი დაივიწყა და რაღაცა ძვირი გახდა, ხო, ღიმილი, ხო? სიმღერაც არის ასეთი ძველი, ცნობილი ღიმილი მინდა, სხვა არაფერიო, ხო? და აი მარიამი სადაც ჩნდება, იქ ყოველთვის არის ღიმილი, ის ყოველთვის ვიღიმის, ვაყენებს კარგ განწყობაზე, კარგ ხასიათზე. თავიდანვე ძალიან შეგვაყვარა თავი მთელ კოლექტივს, როგორც ძალიან კომუნიკაბელურმა, მხიარულმა და დადებითმა, პოზიტიურმა ადამიანმა და გარდა ამისა, მე პატივს მას როგორც წარმატებულ ექიმს, ნიჭიერ ექიმს, ძალიან მონდომებულ ექიმს, რომელიც ფაქტიურად ჩვენ თვალწინ გაიზარდა, რა თქმა უნდა, ბატონი ფრიდონის უშუალო ხელმძღვანელობით და ბატონმა ფრიდონმა დროზე შენიშნა მისი ეს ნიჭი და დატოვა ჩვენს კლინიკაში ექიმად რეზიდენტურის გავლის მერე და ძალიან დიდი პატივი იყო ყველა აქ მომუშავე ადამიანისთვის. იმყოფებოდა სხვადასხვა განყოფილებაში, გაიარა რადიოლოგიის რეზიდენტურა, მერე შესაბამისად კიდე ბირთვული მედიცინის რეზიდენტურის ნაწილი გაიარა. მთელი ამ წლების განმავლობაში ნამდვილად ღირსშესანიშნავი ადამიანი არის, როგორც პროფესიული თვალსაზრისით, ასევე თავის პიროვნული თვისებებით, იმიტომ რომ არის ძალიან მოტივირებული, ძალიან ენერგიული, ძალიან შრომისმოყვარე ადამიანი, რომელიც პირიქით, სულ პირიქით შეკავება მჭირდებოდა, რომ მე თქვა დამანებე თავი ჩემში, მაგრამ ნამდვილად ძალიან მიზანდასახულია, მიზანსწრაფულია და თავისი მიზანსწრაფულობის ხარჯზე მე ვიტყოდი, რომ უკვე ძალიან ბევრ რამეს მიაღწია და შესაბამისად იგივე ტემპით თუ გააგრძელებს, ძალიან ბევრ რამეს მიაღწევს მომავალშიც. მარიამს ვიცნობ რამოდენიმე წელია, ჩვენ ასე ვთქვათ, დიდი ხანი ერთად მოვდივართ. ამის არის ძალიან ნიჭიერი პასუხისგებლობის გრძნობის მქონე, კარგი მეგობარია, კოლეგა, წარმატებებს უსურვებ და მინდა ყველაფერი კარგად გქონდეს. არჩევანი თუ მედიცინის რომელ მიმართულებას გაყვებოდა, ადვილად გააკეთა. გადაწყვეტილებაში ეჭვი არც დღეს ეპარება. სწორედ ამიტომ მის კაბინეტთან ნახავთ წარწერას ექიმი რადიოლოგი მარიამ თევზაძე. ჩემთვის პროფესია ექიმი რადიოლოგი ძალიან ბევრ რამეს მოიცავს. პირველ რიგში იმას, რომ ჩემი ცხოვრების ძირითადი ნაწილი არის ჩემი პროფესია.
ის რომ ჩემი პროფესია, ჩემი ინსპირაცია, ესე რომ ვთქვათ. და ეს მაძლევს იმის სტიმულს და თან მით უმეტეს ის მიმართულება, რა მიმართულებითაც მე ვარ, მუდმივად განვითარებადი და განახლებადია, ძალიან რთული მიმართულება მედიცინის. პირველად რო ჩავიცვი ხალათი, ვიყავი სტუდენტი მაშინ და მაშინ ვიგზავნია ჩემ ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყებოდა. ის ეტაპი, რომელიც ჩემ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ეს ის გზა იყო, რომელიც უნდა გამევლო ცხოვრებაში. და მოვსულიყავი ჯერ კიდე არაფერ ისეთ ეტაპამდე განსაკუთრებით, მაგრამ მაშინ ვიგრძენი ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, როდესაც პირველად ჩავიცვი თეთრი ხალათი და ამას თავისი ემოციაც ახლავს და უფრო სხვანაირად უყურებ ცხოვრებას, რომ რა მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, თითოეული ადამიანის სიცოცხლე, რომელიც შენ ხელში გადის. ძალიან ფასეულია. ძალიან ამას მაშინ გრძნობ, როდესაც უშუალოდ შენ გაქვს ამ პაციენტთან ურთიერთობა. უშუალოდ უკვე იწყებს სამედიცინო პრაქტიკას, უკვე გავს პაციენტები, რომლებიც არიან გარკვეულწილად შენზე დამოკიდებული. ასე რომ მარიამი მრავალფეროვან ცხოვრებას აქტიურად აგრძელებს. უარს არც სიმღერაზე ამბობს და არც მედიცინაზე. პასუხისმგებლობით, მონდომებითა და სიყვარულით რომ უდგებოდა ყველა საქმეს, სწორედ ეს არის ის, რის გამოც წარმატება მისი ცხოვრების თამდევია. ამ გზაზე მარიამის გვერდით იყო მისი ოჯახიც. ამ ეტაპზე ყველაზე ძალიან რაც მე მიწოს მაკასი, ეს არის, რომ ის არის უდიდესად მოყვარული თავისი პროფესიის, ერთგული ადამიანი და არასდროს არ კმაყოფილდა მიღწეულით. არის უკიდურესად მშრომელი ადამიანი და მოსიყვარულე თავისი პაციენტების. მარიამისთვის არავის არ მიუნიშნებია ამოერჩია სამედიცინო სფერო. ეს იყო მისი პირადი გადაწყვეტილება, მისი სურვილი და ეს რაღაცა საოცრად დიდი სიყვარული ექიმობის. რა თქმა უნდა, მე შევხვდი ამას სრულიად სიხარულით, იმიტომ რომ მას უყვარს ეს საქმე, გულით აკეთებს. მარიამი არის ძალიან თბილი ადამიანი, არ არის რთული ხასიათების და მასთან მეგობრობა, საერთოს გამონახვათო, ყოველმხრივი ურთიერთობა ძალიან გაუადვილდება ნებისმიერ ადამიანს და მით უმეტეს ეხლა დედასთან ურთიერთობა ძალიან შეხმატკბილებული გვაქვს. ყველა ადამიანი, ვისაც კი მარიამთან შეხება ქონია, ამბობს, რომ მასთან ურთიერთობა მარტივი და სასიამოვნოა. მათი სურვილებიც მარიამთან დაკავშირებით მხოლოდ დადებიც მოიცავს. ვსურვებ მისი სამომავლო კარიერაც იყოს ისეთივე ლაღი, მხიარული და გაცისკროვნებული, როგორც არის მისი სიმღერა. ბედნიერება ძალიან ფართომცნება არის და უსურვებთ ის ალბათ რაც პირველ რიგში რაც მას თვითონ სურს. ჯანმრთელობა, რა თქმა უნდა, ბედნიერება და ალბათ ის რომ ყოფილიყოს ისეთი როგორიც არის. ნუ შეიძლება ნურასოდეს. ასეთი მარიამი გვიყვარს ჩვენ ყველას. ვუსურვებ წარმატებებს მარიამს, ძალიან დიდებულ მომავალს როგორც საექიმო კარიერაში, ისე სასიმღერო კარიერაში, ისე ვთქვათ, ხელოვნების კარიერაში და მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი იქნება კარგად, იმიტომ რომ ძალიან კარგი ადამიანია. რა თქმა უნდა, პირველ რიგში დიდ ჯანმრთელობას, წინსვლას, ბედნიერებას და აი სიხარულს და კმაყოფილების განცდას თავისი პროფესიისგან და თავისი პირადი ცხოვრებიდან. ასე რომ მე მგონი ყველაფერი მისი გზა წარმატებული იქნება. დიდი წარმატება მინდა უსურვო მას თავის კარიერაშიც, პროფესიულ წინსვლაშიც, თავისი მიზნები, რომელიც დასახული აქვს. იმედი მაქვს, რომ იმედი მიაქვს კი არა და დარწმუნებული ვარ, რომ ალბათ შეასრულებს ისე როგორც მას უნდა და როგორც ეს საჭიროა. დიდი სურვილი მაქვს, რომ კიდე წინსვლა ქონდეს თავის სამედიცინო სპეციალობაში, პირადი ცხოვრება, ქონდეს ესე იგი ბედნიერი და იმღეროს და იხაროს, ძალიან უყვარს სიმღერა. მისი პროფესიაც, ასე ვთქვათ, რისკებთან არის დაკავშირებული. რადიო აპარატთან გატარებული წლები ეს არ არის მარტივი საქმე, ხალხი სამსახურში დგას და მისი ძირითადი მოტივი არის ის, რომ სწრაფად და დროულად აღმოაჩინოს ადამიანების პრობლემა, რომლებიც მისწრაფიან ბედნიერებისკენ, ხო? და აი მაგას უსურვებდი, რომ პირველ რიგში თვითონ ყოფილიყოს ჯანმრთელი ძალიან დიდხანს, რომ სხვა
უამრავი ადამიანებისთვის შეენარჩუნებინოს ჯანმრთელობა. და რა თქმა უნდა, მისი მიზნების 100% დასრულებას. რა კარგია, როცა ადამიანს ასეთი შესაძლებლობები აქვს, რომ აი ურთულეს პროფესიასთან ერთად იყოს აი ესეთი კეთილი, ასეთი მომენტ მხიარულიც, ძალიან თბილიც, ძალიან მხიარული, ოღონდ ზომაში. ამიტომ მე მინდა მას უსურვო წარმატებები, არა მარტო სიმღერაში, არამედ მე ვფიქრობ, რომ აი იმ პროფესიაში მარია, აი პირდაპირ გეუბნები, ძობია პროფესიაში იყო მაგარი, ისედაც მაგარი ხმარა, უფრო კარგი გახდა და სიმღერა ეს გულისთვის თუ ვიღაცისთვის, რაღაცისთვის, ოღონდ კარგია და ჩამოყალიბება, შენ ისედაც არ შეგეშლება არასოდეს. წარმატებები. მარიამ თევზაძე ამ ეტაპზე სადისერტაციო თემაზეც მუშაობს. დამწყებ ექიმების მოსურნე ადამიანებს ურჩევს, რომ წარმატების მისაღწევად мотиваცია, ენთუზიაზმი და მოთმინება ქონდეთ. და კიდევ მთავარი რჩევა ადამიანების, პაციენტების სიყვარული. ბოლოს კი უკვე ექიმი თეთრი ხალათით პაციენტებს მიმართავს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ცხოვრებაში ხანდახან ჩნდება ისეთი მომენტები, როდესაც ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული პრობლემები ჩნდება ხოლმე ხშირად, ხო? და ამისათვის გვჭირდება ჩვენ мотиваცია, იმისათვის, რომ უნდა ვიბრძოლოთ იმისათვის, რომ კარგად ვიყოთ, ჯანმრთელად ვიყოთ და დავესესხები ბატონ ფრიდონის საყვარელოც გამონათქვამს, რომ ცხოვრება გრძელდება. და ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ცხოვრების გაგრძელებისთვის.